ეკონომიკის მინისტრმა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვის ცენტრი გახსნა. ცენტრის მთავარი ამოცანაა პროექტის აწარმოე საქართველოში, ფარგლებში ბენეფიციარებისთვის საინტერესო და საჭირო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა. ახლად გახსნილ ოფისში ნებისმიერ მსურველს უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეუძლია. მათ ასევე ელექტრონულ და ბეჭდურ ლიტერატურაზე წტომის საშუალებაც ექნებათ. აქ იქნება კონსოლიდირებული სერვისები, უკვე 80-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ჩვენი პროგრამით, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე და მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება და რაც უკვე რამოდენიმე ათას სამუშაო ადგილს ნიშნავს საქართველოსთვის. ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომლის შემდეგაც უკვე გაცილებით უფრო ფართო ცენტრი გაიხსნება. ამ პროექტის განხორციელების დროს ჩვენ მსოფლიო მასშტაბით შევისწავლეთ, როგორ ფუნქციონირებს აღნიშნული ტიპის სერვის ცენტრები, ყველაზე კარგი მაგალითი შეერთებულ შტატებს აქვს და ჩვენ გვინდა რომ ამ საპილოტო პროექტი გააჩვენოს. ანუ შემდეგი ნაბიჯი განვითარების რა უნდა იყოს და როგორც კიდე არ ვინახავთ ყველა ვთქვათ დადებით შედეგს, რომელსაც ეს სერვის ცენტრი მოაქვს, ან ნეგატიურ შედეგს, რა თქმა უნდა გამოდროულად ჩვენ შედეგად ანალიზს გავაკეთებ და ნახავთ შემდეგი ეტაპი როგორი უნდა იყოს.